ვისაუბროთ სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც, რომელიც ბოლო დღეებში გამოჩნდა, აქამდე ის არ ჩანდა, ბოლო დღეებში გამოჩნდა და გაგვაუცა მისი განცხადებებით. მაგალითად, წამებასთან დაკავშირებით, მას საოცარი განცხადება გააკეთა, მაყურებელს მაინც შევახსენოთ, რომ არა მხოლოდ საქართველოში იქნა, ესე ვთქვათ, ძალაუფლების მხრიდან ქმედება შეფასებული როგორც წამებად, არამედ უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ამაზე უკვე ძალიან დიდი ხანია საუბრობენ, რომ ეს ქმედება არის წამება, რასაც ჩვენ ხედავდით, მაგალითად დაკავებების დროს იქ სპეციალურად მოწყობილია, ასე ვთქვათ, მანქანა, სადაც შეყავდათ მანქანაშივე და აწამებდნენ და შემდეგ გადაყავდათ დავუშვათ სასამართლო პროცესებზე თუ საკანში თუ ასე შემდეგ. რას უნდა მივაწეროთ, ასე ვთქვათ, მისი მსგავსი განცხადებები და მისი რაღაცნაირი ეს რიტორიკა, რომლითაც აი გუშინ მაგალითად მათ პროპაგანდისტულ არხზე შეშჩივლა ჟურნალისტებს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, აქეთ ბულინგის მსხვერპლი არის თურმე. ხო, აი წარმოუდგენელ რაღაცას ხედავთ. სახალხო დამცველია ის. ჩემთვის სამწუხაროა, რომ საუბრობ ახლა ინსტიტუტზე, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა საკუთარი პროფესიონალიზმით წლების განმავლობაში, მინიმუმ ცდილობდა მაინც შესაძლოა მისი გავლენა არ ყოფილიყო რაღაცნაირად უზარმაზარი, მაგრამ ყველაფერს არ ქმნიდა თავის სახელს. სახალხო დამცველს აქვს სწორედ ეს მანდატიც, რომ უწოდოს ყველაფერს, თუ არის წამება, მას უნდა დაარქვას წამება. და ეს არ არის ხო პირველი შემთხვევა წამების, იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით არ მახსოვს მე რაიმე კონკრეტული პოზიცია ბატონ იოსელიანის. ხო, მას შემდეგაც იგივე არჩევნებთან დაკავშირებითაც იყო ასევე არაერთი შემთხვევები, როდესაც მან ასევე მსგავსი გაუგებარი განცხადებები გააკეთა. სწორედ იმიტომ ყავს ჩვენ და გვაქვს ხო ეს ინსტიტუტი ქვეყანაში, იმიტომაც აფინანსებს საქართველოს მოსახლეობა ინსტიტუტს, რომ მას აქვს მანდატი, აქვს ვალდებულება შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები. სწორედ ამისთვის შეიქმნა ინსტიტუტი. ხომ ეს არ არის საგამოძიებო ორგანო, მესმის არის ცალკე პროკურატურა, არსებობს სხვა ინსტიტუტები, შედაგების სამინისტრო, რომელსაც შეუძლია გამოძიება ჩაატაროს ხო კონკრეტულ ფაქტებზე, მაგრამ სახალხო დამცველს მინიმუმ შეუძლია ფაქტების შემოწმება, გადამოწმება, მონიტორინგი, რომ მას კონდეს პულსი ყველა იმ მოვლენაზე, რაც ხდება ქვეყანაში. საგამოძიებო უფლებამოსილებასთან შეიძლება ეს არ არის გამოძიება კლასიკური გაგებით, მაგრამ მას შეუძლია ფაქტების მოძიება და დადგენა ფაქტების დადგენა, რომელიც შეიძლება იყოს საგამოძიებო სტანდარტი ერთგვარი. და მისი მხრიდან ამაზე უარის თქმა, საერთოდ ამ მოცემულობაზე უარის თქმა და საკუთარი თავის პოზიციონირება როგორც ქართული ოცნების პრაქტიკულად ამ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ნაწილისა, ხო, ის ამას ჩამოყალიბდა. ნიშნავს, რომ მას არ აქვს არც გააზრებული, არც უნდა რომ გაიაზროს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები, რაც მას გააჩნია, ხო, ამ ქვეყანაში. ეს არ არის უბრალოდ რიგით თანამდებობა, ეს კონსტიტუციური თანამდებობაა. შესაბამისად კონკრეტული მანდატი აქვს და ამ მანდატთან დაკავშირებითაც რაღაც თითქოს ლეგალისტური, მაგრამ ამავდროულად ვირეშმაკული პოზიციონირება ვნახეთ მისი მხრიდან. ხო, ვითომ ლეგალისტურად რაღაც არ არის მისი მანდატი და ამ დროს აშკარად ჩანს, რომ ადამიანს რაც უნდა რომ ის არის მისი მანდატია და რაც არ უნდა და არ მოწონს მისი მანდატი არ არის. და უცნაური გადაწყვეტილებებია. თავად სახალხო დამცველის თანამშრომლებმა დაადგინეს წამების ფაქტები და ის პრაქტიკულად წავიდა თავისი უწყების წინააღმდეგ, ხო? მან უარყო პრაქტიკულად, რომ წამება იყო. იმიტომ რომ მახსოვს ნამდვილად იყო განცხადება და მით უმეტეს როდესაც საუბარი არის სისტემურ დანაშაულზე, ხო, სისტემური ფაქტები და ეს უნდა დაინახოს პირველ რიგში სწორედ სახალხო დამცველმა. თუ ის უარყოფს ამას, მაშინ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება თუ რის საფუძველზე აცხადებს, რომ წამებას არ აქვს ადგილი, ხომ? შეისწავლა მისმა ინსტიტუტმა და დაადგინა და საბოლოო დასკვნა მან უნდა გამოაქვეყნოს მაშინ, რომ ასეთი ფაქტები არ დასტურდება, მაგრამ ჩვენ ნახეთ პირიქით. მისი განცხადებაც ნახეთ, რომლის უარყოფაც მოხდა და ეს არ არის და მაშინ როდესაც ხო გეთახმებით, რომ იგივე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინა უკვე წამის საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია OMCT იმყოფებოდა თბილისში დეკემბერში და მათი დასკვნაც სწორედ ამას ადასტურებს და არა მხოლოდ მათი. ასევე იგივე შეიძლება ითქვა სხვა ანგარიშებზეც, ხო, იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, ხო, მისი განცხადება, როდესაც EUTOM, ODIHR აკეთებს განცხადებას, როდესაც AIRAI აკეთებს, ხო, საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ისინი ჩამოდიან რაღაცა ხანმოკლე მისიით საქართველოში და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მათ შეისწავლონ და დაადგინონ რაღაც კონკრეტული დარღვევის ფაქტები, მაშინ რას აკეთებს, ხო, სახალხო დამცველი, როდესაც მას გააჩნია შესაბამისი რესურსი, აქვს მანდატი, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც და მე მახსოვს იგივე ჩვენ სპეციალური ანგარიშიც გამოვაცეთ, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და საარჩევნო პროცესების დროს უფლების დარღვევას, ხომ? ანუ გამოდის, რომ მე ვარღვევდი მაშინ ჩემს მანდატს, ხომ? და ასევე სხვა ფაქტები, ხო, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, ანუ სამწუხაროდ იოსელიანი ვერ გამოვიდა იმ თავისი, შეიძლება თქვას, ამ პოლიტიკური წარსულის ტყვეა კვლავ, მან ვერ გაიცნობიერა ბოლომდე, რომ ის არის სხვა ინსტიტუტში, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკისგან შორს არის.
ნაცვლად იმისა, რომ მან აკეთოს რეალური საქმე, დაიცვას ის ადამიანები, რომლებიც არიან თუნდაც დაკავებულები, თუნდაც ისაუბროს იმ კონკრეტულ დარღვევებზე, ხო, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს პრაქტიკულად ბოლო თვეების განმავლობაში, ის პრაქტიკულად რას აკეთებს, ხო, ესწრება მხოლოდ ინაუგურაციის პროცესს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას და ესეც ალბათ კვლავად მე შეიძლება ვთქვას, რომ არის ნიშანი იმის, რომ ის თავს უფრო პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევს, ვიდრე უფლებადამცველად, ალბათ ესეც არის და ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ რეალურად ინსტიტუტმა უფრო და უფრო დაკარგა ის რეპუტაციაც და შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც მაგალითად რაც აქვს ხო უფლებამოსილება სახალხო დამცველს, მას შეუძლია ფოტოგრაფირება იმ კონკრეტულ დარღვევებზე, იმ დაზიანებებზე, როდესაც იგივე დაკავებულებს აღინიშნებათ, ხომ? მან როდისმე ისარგებლა ამ უფლებამოსილებით, ჩვენ ამაზე ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ კანონში შესულიყო ცვლილება, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ქონოდეთ ამის უფლება, ნამდვილად მივახციეთ კიდეც წლების წინ. მე არ ვიცი თუ არის თუნდაც ეს უფლებამოსილება გამოყენებული. თუნდაც ის რომ მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხო? და კიდევ ერთხელ ხაზს ვსვამ, რომ რა თქმა უნდა სახალხო დამცველი არის ის ინსტიტუტი, რომელმაც მინიმუმ ფაქტების შესწავლა უნდა მოახდინოს და უნდა დაადგინოს კონკრეტული ფაქტი. და ეს ფაქტები უკვე დადგენილი არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან და სახალხო დამცველს ალბათ მე ვფიქრობ, რომ დრო არის, რომ ის მიხვდეს რა ინსტიტუტში მუშაობს, სად რა სტანდარტები არსებობს, იმიტომ რომ ასე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა და შეცვლა ამ სტანდარტების მე ვფიქრობ არის დაუშვებელი. არ უნდა იყოს სახალხო დამცველის არის კიდე სახალხო დამცველის საიტი არ უნდა იყოს მხოლოდ ბილოცვების, ხო? ეხლა ნახე. რო მოიწურა და აბსოლუტურად ყველაფერს გადაცდები. ცოტა იმ როლს შეეცდა მე ეგეც საერთოდ რჩება, შობლივ რჩება, რაიკომის თვიანი რა თქმა უნდა. აი ეგეთ პერსონაჟებით არის რეგიონებში რაც შეხვედრებს ატარებს და რაც თვითკმაობის საბჭოთა ფუნქციონერის თან ამავდროულად ეს მე არ მიყვარს თავის მოტყუება ამ მიმართულებით ეს ვირეშმაკობაა ცალსახად ეხა მეტი რა არის ადამიანი იტყუებოდეს რა არის თავის მანდატი და რაღაცებს შულთ არ უნდა მე შალვარამიშვილთან უწუნებს რომ თურმე აბულინგებენ ანუ სტანდარტები სად არის საერთოდ რაზეა სახალხო დამცველზე ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში ნუ სხვა შორის მისმა განცხადებებმა გამოიწვია ის რომ დღეს 2 საათზე სახალხო დამცველის ოფისთან იმართება ძალიან დიდი აქცია და ვნახოთ როგორ გამოეხმაურება შემდეგ ის ესე ვთქვათ აი ამ პროტესტ ხალხის პროტესტს. უნდა ვისაუბროთ ბატონო აუცილებლად დაკავშირებით რას ვხედავთ ბოლო 2 დღის განმავლობაში დაკავებებთან მიმართებაში, იმიტომ რომ აი მაგალითად ბათუმში გუშინ ვიხილეთ მარიამ სიჭინავასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმელი მიდროში არის, თემურ ქათამაძე, რომლებიც გამოუშვეს საპყრობილედან და იმ წამსვე იქნენ დაკავებულები. აი ბატონო თემური ზუსტად ესე დააკავეს, აი გამოუშვეს და დააკავეს. ხო, ზუგდიდში იგივე მოხდა. აი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი გუშინ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი წერდა დაბნეული, რომ ესე რატო ხდება? ანუ გასაგებია რატომაც ხდება, მაგრამ აი უფრო იურიდიულ ენაზე რომ გავმარტოთ, ანუ ეს იყო სამოქალაქო ესე ვთქვათ ადმინისტრაციული წესით დაკავება ამ შემთხვევაში და შემდეგ რო იჭერენ უკვე სისხლში ითარგმნება ეს ყველაფერი თუ კიდე რაიმე მიზეზები აქვს? არა, ეს ალბათ არის უკვე ამოქმედება იმ ნორმის, რომელიც იქნა მიღებული დეკემბრის ბოლოს, პირველი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი, რომელზეც ხელი მოაწერა ყაველაშვილმა, იყოს სწორედ ეს პრევენციულ დაკავებას გულისხმობს, ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს ჩადენილი რაიმე გადაცდომა ადმინისტრაციული, რა თქმა უნდა, შეაძლოა რომ ის დაკავებული იყოს 48 საათის განმავლობაში იმისთვის რომ რაღაცნაირად აირიდონ ახალი გადაცდომის პრევენციის მიზნით. ხო, მე ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, სწორედ ამ მოხლის ამოქმედება დაიწყეს უკვე განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან უკვე შემჩნეული, რომ ხშირად ასე ვთქვათ, აპროტესტებენ, აქტიურობენ და ამით რა თქმა უნდა აქტივიზმის მოკლა სურთ, თუმცა რამდენად გამოუვათ ეს, ხო, რა თქმა უნდა პირიქით უფრო და უფრო იმის არ იყოს, ხო, ჩვენ გვახსოვს რა ეფექტი ქონდა იგივე თეთრი ცარიელი ფურცლებით მოქალაქეების დაკავებას, ხო? ანუ იყო წარმოუდგენელი რამ, იყო ესეთი უპრეცედენტო აქცია და ხელისუფლების რეაგირებაც ვნახეთ, ხო, მან დააკავა ადამიანები სწორედ ასეთი თეთრი ფურცლის გამო და ამ ყველაფერმა შექმნა სწორედაც რომ არა მხოლოდ შექმნა, არამედ იყო კიდეც ხო პრაქტიკულად ანალოგი, რაც ხდებოდა ბელარუსში და რაც ხდებოდა რუსეთში. ხო, აქაც რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ხდება აბსოლუტურად იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წლების წინ რუსეთში დაიწერა და მოქმედებს. ხო, ეს ეხება როგორც კანონმდებლობის გამკაცრებას, ასევე აქტივისტების წინააღმდეგ ასეთი პირობების შექმნას, რომ მათ მინიმუმ შეწყვიტონ საქმიანობა. ან მათ მაგალითად ვეღარ შეძლონ იმ ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა, როდესაც
საუბარი არის 10,000 ჯარიმაზე, ხო, ვიცი რამდენიმე აქტივისტი, რომელსაც 20,000-ზე მეტი ჯარიმა აქვს უკვე დაგროვებული, სწორედ იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, ასეთი უმკაცრესი სანქციები არის გამოყენებული, ხო, მათ მიმართ. და რა თქმა უნდა, კიდევ ის, რომ რაც წეღანად თქვი, დაშინება საზოგადოების. ანუ ეხლა რაც მიდის ეს პროცესები, ემსახურება იმას, რომ იქნებ რამენერად პროტესტი ჩაცხრეს, რომ მოსახლეობა დაშინდეს, მოქალაქეებს აღარ ქონდეთ გამბედაობა და ამისთვის აბსოლუტურად შეუძლია, ანუ მათ შორის ესეთ ყოველგვარი მიზეზების გარეშეც დაკავებებიც ნახეთ ჩვენ, როდესაც არანაირი საფუძველიც არ არსებობს. ამის სამართლებრივი ლეგალისტური ბაზა მოამზადეს ხო მათთან, აი ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება ითქვას, რომ თუ რამე არის რუსული კანონი, ასევე არის სწორედ აი ეს გამოხატვის თავისუფლების ადამიანის პატიმრობაში აყვანის მისი პოლიციის მხრიდან. ეს არის თავარი რუსული კანონები შეიძლება ითქვას, ხო, რაც ბოლო რაც წყალბადშვილმა მოაწერა ხელი და რაც ძალაში შევიდა სწორედ ეხლა ხან. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რუსული კანონი და იგივე რაც მიმდინარეობს გასული წლიდან, ხო, აი რუსული კანონის მიღების შემდეგ პრაქტიკულად ყველა ასეთი კანონის მიღება პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის ჰარმონიზაციაში რუსულ კანონმდებლობასთან. ანუ საქართველოში დღეს სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ანუ საქართველოს ხელისუფლება ახლოვებს საქართველოს კანონმდებლობას რუსეთში არსებულ კანონმდებლობასთან, ხო? ჩვენ როდესაც მაგალითად ევროკავშირისკენ მივდიოდით და ასე ვთქვათ მიმდინარეობდა ეს ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ახდენდა ჰარმონიზაციას და ეს იყო მოთხოვნა ევროკავშირის, რომ ყველა სტანდარტი, ყველა ასე ვთქვათ ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო, ყველა კანონი უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ხო? ჩვენ რადგან ახლა მივდივართ და უკვე პრაქტიკულად ვართ რუსეთის მიმართულებით, ხელისუფლება სწორედ ამიტომაც იყენებს, ხო? იგივე აგენტების სახებ კანონი არის სწორედ რუსული კანონი. ანტი-LGBT კანონი, რომელიც ასევე იქნა მიღებული სექტემბერში, სწორედ ესე შეიძლება ითქვას, რომ არის რუსული კანონი. ეს შეზღუდვები, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ქმნის უკვე და ცოტა ხან შეიძლება ითქვას, თუ მართლა ამოქმედა ბოლომდე გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი, ან იმდენად მძიმე და იმდენად რთული იქნება, რომ მხოლოდ ოლიგარქებს და პარლამენტარებს შეეძლება თო მისი გამოყენება, იმიტომ რომ მის უკან არის ძალიან დიდი სანქციები, ხო? იგივე პრევენციული დაკავება და ამ შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, ხო, პრაქტიკულად მიდის იქითკენ, რომ ქართული კანონმდებლობა და რუსული კანონმდებლობა პრაქტიკულად ახლოვდება და ეს მე ამას რაღაც არ ვუტრირებ ნამდვილად, ხომ? იგივე აფხაზეთი, რომელიც არის ოკუპირებული. მას აქვს ხელმოწერილი რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის სახებ, ხო, ხელშეკრულება რამდენიმე წლის წინ და იქ ერთ-ერთი პუნქტი სწორედ არის რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია აფხაზური დე-ფაქტო კანონების და ანუ რუსეთი ცდილობს, რომ მის სფეროში, სადაც მას აქვს გავლენა, პრაქტიკულად იყოს მსგავსი ნორმები, მსგავსი კანონმდებლობები, რომ მას, მის მოქალაქეებს, მის ინვესტორებს არ შეექმნას არანაირი პრობლემა და პირიქით, მათ შორის ერთ-ერთი იყო იგივე რაც აფხაზებმა მოაწერეს და იყო დიდი ამ დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ეს არის არბიტრაჟის შესახებ კანონი ან რუსული არბიტრაჟის გადაწყვეტილებები აფხაზეთში რომ ყოფილიყო ასე ვთქვათ ავტომატურად ამოქმედებული აფხაზებმა უარი თქვეს იგივე აგენტების შესახებ კანონზე და ამაზე კვლავ დიდი დაპირისპირება, მაგრამ ანუ ცდელობა იმის რომ რუსეთმა პრაქტიკულად სრულად ის აიქაური ადგილობრივი რა ვთქვათ დე-ფაქტო კანონები უკანონო, მაგრამ რაც არსებობს ხო შთანთქას და პრაქტიკულად იქ რუსული კანონები მიიღოს ხომ ეს ხდება იქაც ამის ცდელობა და პრაქტიკულად ამის გადმოტანა მიმდინარეობს დღეს თბილისში, ანუ საქართველოს დანარჩენ ნაწილში. ანუ და მე ვხურობ ხოლმე ხშირად რომ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს მხოლოდ აფხაზეთი არის, სადაც აგენტების სახებ კანონი არ მოქმედებს. ნამდვილად ასეა და უცნაურია, მაგრამ ასეა. პარადოქსია ნამდვილად, მაგრამ ცხინვალში მიიღეს წლების წინ რუსეთის ზეწოლით, თბილისში არის უკვე მიღებული, იქ არ არის ჯერჯერობით. და ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასე ვთქვათ, იქაც. აგენტების კანონზე მეტად იქ სპეციფიკური წინააღმდეგობა შეხვდა ამას ადგილობრივი კლანების მხრიდან, რომელიც ემსახურება ბიზნეს გადანაწილების ნაწილებს აპარტ ჰოტელებთან კავშირებით, რამაც გამოიწვია იქ ადგილზე დაპირისპირება ადგილობრივ კლანებს შორის. ბატონო ჯოგმეს მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიაში, ძალიან საინტერესოა ყოველთვის თქვენთან საუბარი და ნუ რა ვიცი ჩვენ სახალხო დამცველობის ინსტიტუტის გამოცდილება ჩვენ ქვეყანაში შეიძლება ითქვას რომ ნამდვილად ქონდა და ყველა სახალხო დამცველმა თავისი წვლილი შეიტანა ამ მანდატის ფორმირებაში. ადამიანები განსაზღვრავენ მანდატებს და მათ შორის განსაზღვრავენ თანამდებობებსაც, ხო, პირიქით არ ხდება ეგ შეად. და სამწუხარო დღეს ამ რეალობაში ვართ, იმედია ეს ყველაფერი გამოსწორდება. მოგმეს მადლობა. დიდი მადლობა.